პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა აუცილებელია. ამ თემაზე ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია საუბრობს. ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 30% კბილების გახეხვას საკმარის დროს არ უთმობს. 23%-ს კი პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა რამდენიმე დღის განმავლობაში საერთოდ არც ახსენდება. კბილებს ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცები არ იხეხავენ, აცხადებს ნიუ-იორკის საუნივერსიტეტო კოლეჯის სტომატოლოგიური დეპარტამენტის პროფესორი მარკ ვოლფი. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცები პირის ღრუს ჰიგიენას განსაკუთრებულ ყურადღებას მხოლოდ მაშინ აქცევენ, როცა მათ ცხოვრებაში სასიყვარულო ობიექტი ჩნდება. პროფესორ მარკ ვოლფის კვლევის მიხედვით, თუ კბილებს 24 საათის განმავლობაში არ გავიხეხავთ, ემალზე ბაქტერიები დაიწყებენ ფორმირებას. არასასიამოვნო სუნი კი მეორე დღესვე შეგვაწუხებს. ერთი კვირის განმავლობაში კბილების არ გახეხვის შემთხვევაში ბაქტერიები კბილის ზედაპირზე სქელ ნადებს ქმნიან, ჩნდება ღრძილების დაავადებების პირველი ნიშნები. შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა ღრძილებიდან. ერთი თვის შემდეგ ბაქტერიები მხოლოდ ღრძილებს აღარ უტევენ, კბილის სტრუქტურა დაშლას იწყებს. ერთი წლის შემდეგ ნერწყვში არსებული ბაქტერიების სიჭარბიდან გამომდინარე, კბილებზე ჩნდება ღრმულები, იწყება ღრძილების ანთება და სისხლდენა. დიდი ყურადღება ეთმობა ასაკსაც, პირის ღრუს ჰიგიენის არდაცვის შემთხვევაში ხანდაზმულ ადამიანებს გაცილებით მეტი პრობლემა ექმნებათ ახალგაზრდებთან შედარებით. კბილების 5 წლის განმავლობაში არ გახეხვის შემდეგ ახალგაზრდებს ღრძილების ანთება და რამდენიმე კბილის დაკარგვა. ხანდაზმულებს კი პირის ღრუს სხვადასხვა დაავადება და შესაძლოა კბილების სრული დაკარგვაც კი დაემუქროთ. რაც შეეხება კბილების გახეხვის ოპტიმალურ დროს, მარკ ვოლფის რჩევით, ამ პროცესს დღეში ერთხელ 2 წუთი მაინც უნდა დავუთმოთ, ხოლო თუ პირის ღრუს რომელიმე დაავადება გვაწუხებს, კბილები 2ჯერ მაინც უნდა გავიხეხოთ.